ქართულ მედიაზე თავდასხმა და მაია სანდუს ხელისუფლების დაუსაბუთებელი უარი აკრედიტაციას. ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევისა, თუ როგორც ცდილობენ არაფორმალური გავლენები, თავიანთი საცეცები, სადაც მიუწვდება, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ალტერნატიული ხმა. თავისუფალი ხმა. რატომ ლობირებენ ქართული ტელევიზიების სანქცირებას საეჭვო რეპუტაციის ევროპარლამენტარები? საეჭვო რეპუტაციის ევროპარლამენტარები ევროპის სახელით დასაქცირებით ბუქარი ცდილობენ მედიის დაშინებას და საკუთარი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებას. და როგორ არ იმჩნევს ბრიუსელის სანდუს მმართველობისას დემოკრატიის სახელით მოლდოვაში დახურულ ტელევიზიებს? ხურავენ ტელევიზიებს, ხურავენ პარტიებს მოლდოვაში. მოლდოვის პრეზიდენტს ვინ გაკითხავს, თავს უკრავენ თითქოს იტყვის, რომ ამას დახვეწა, ამას ჩამოხრჩობა. არ არის არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე. კორუფციის არარსებობა და კანონების წარმატებით აღსრულების უნარი. კანონის უზენაესობა. ევროკავშირის მთავარი ღირებულება, რომელშიც საქართველოს ლიდერია. ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როდესაც საქმეში არ არის ჩართული ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, ასეთ კვლევებში საქართველოს ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს კანდიდატ ქვეყნებს შორის. პასუხი ბრიუსელის ბიუროკრატიას და ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო აღიარება. რას ვერ აკეთებს ოპოზიცია? სააკაშვილის ახალი დირექტივები ციხიდან. სააკაშვილი უკმაყოფილო არის სინამდვილეში საკუთარი პარტიის რაღაცა აქტიურობით, საკუთარ პარტიაზე პირდაპირ დაიწყოს ლაპარაკი, ფიქრობს, რომ შეიძლება ვიღაცებს აწყენინოს. ნაციონალები ყოფილი ნაციონალების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილის სტატუსი ადვილად იკითხება ხოლმე თავის-თავზე რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თუ არ ზოგადად არ ვიცი. სადამდე მიიყვანს ოპოზიციურ ალიანს გავლენებისთვის ბრძოლა. ეთერშია კურიერი 9 საათზე დავით კაკულიასთან ერთად. ვენუყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 14 მაისია გიყვებით დღის მთავარ ამბებს საღამო მშვიდობისა. პოლიტიკური იარაღად გამოყენებული კანონი თავდასხმა ქართულ ტელევიზიებზე და დაუსაბუთებელი უარი აკრედიტაციაზე. მაია სანდუს მთავრობა, რომელიც ბრიუსელში მუდმივად პოზიციონირებს როგორც თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესიის გასაშუქებლად რუსთავიორს და სხვა ქართულ ტელევიზიებს აკრედიტაციების გაცემაზე უარს ეუბნება. რამდენიმე მიმართვის მიუხედავად კიშინევი არ განმარტავს თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს რუსთავიორი, რომელსაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის მოლდოვაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაუშუქებია. აკრედიტაციაზე უარი ეთქვა იმედსა და პოზიტივისაც. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანიებისთვის გამოგზავნილ წერილში ეროვნული კანონმდებლობა და უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციები დაასახელა, მხოლოდ ეს მიზეზები და არავითარი კონკრეტიკა. რაც ოფიციალურ თბილისს კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ ოფიციალური კიშინევი დემოკრატიის სახელით თავისუფალ მედიას და განსხვავებულ აზრს ებრძვის. ის რომ მოლდოვის რესპუბლიკაში მედია მაია სანდუს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კრიტიკული ტელევიზიები ერთი მეორის მიყოლებით დაიხურა, არ ახალი ამბავია მთელი ევროპისთვის. სანდუს გადაწყვეტილები და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოტივით მოლდოვაში სულ მცირედ 13 ტელევიზია გაუქმდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი უფლებადამცველები და ევროპული სტრუქტურები მკაცრად აკრიტიკებდნენ კიშინევის მიერ მედიის წინააღმდეგ მიღებულ კანონებს და ბუნდოვან ჩანაწერებს, რომლებიც სანდუს მთავრობას საშუალებას აძლევს ნებისმიერი კრიტიკული ან საგამოძიებო ჟურნალისტიკა ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ გამოაცხადოს, ამ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. ბრიუსელმა კი ამაზე უბრალოდ თვალი დახუჭა. აკრედიტაციებზე უარიდან 3 დღის შემდეგ მაინც არსებობს თუ არა პასუხი, რა კრიტერიუმებს ვერ ან არ აკმაყოფილებს რუსთავიორი. ანა გოგატაძე გადაგწევს. არგუმენტების ნაცვლად ისევ დუმილია უარის შემდგომ ოფიციალური უწყებების მხრიდან ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი იმაზე, თუ რატომ არ მიეცა სამ ქართულ დამოუკიდებელ მედია საშუალებას მოლდოვაში საერთაშორისო ღონისძიების გაშუქების შესაძლებლობა, არადა ხვალ უკვე მინისტერიალზე სიტყვით ქვეყნის პირველი დიპლომატი მაკა ბოჭორიშვილი გამოვა. ოფიციალური კიშინევის გადაწყვეტილება ოფიციალური თბილისისთვის იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც დიალოგის ნაცვლად კარგ ჩაკეტილობას გულისხმობს. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ მოლდოვა ახლა საკუთარის შემდგომ სხვა ქვეყნების დამოუკიდებელი მედია საშუალებების შეზღუდვაზე გადავიდა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესიის გასაშუქებლად მოლდოვის დედაქალაქში ახლა ტელეკომპანია რუსთავიორის გადამღები ჯგუფი უნდა იყოს. თუმცა მინისტერიალის აკრედიტაციაზე მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უარი მივიღეთ. ოფიციალური კიშინიოვის ეს გადაწყვეტილება ოფიციალურ თბილისს არ უკვირს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმ ხელისუფლებისგან, რომელიც საკუთარ ქვეყანაში კრიტიკულ მედიებს უაპელაციოდ ხურავს, აქ შობს ალტერნატიულ აზრს და თავს ესხმის დამოუკიდებელ ტელევიზიებს ასეთი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო. მე არ მიკურს, იმიტომ მოლდოვაში ზოგადად მედიის შეზღუდვა ეს ფაქტი არის. თვითონ მოლდოურ მედიის შეზღუდვა, რამდენიმე მედია ტელევიზია დახურა მოქმედმა
პრეზიდენტმა სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე და ყველგან რა თქმა უნდა ეს გამართლება პოულობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და პრორუსული. მარტივია მიაკერო იარლიყი, როგორც 100 წლის წინ აკეთებდნენ ამას, მიაკერებ იარლიყს. ვინ არის შენი გამკითხავი ხან მოლდოვის პრეზიდენტს ვინ გაკითხავს ტარს უკრავენ თითქოს იტყვის რომ ამას დახჭობა ამას დახვრეტა ამას ჩამოხრჩობა არ არის არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის მაია სანდუმ ხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობას საქართველოში როდესაც მაშინ მის კოლეგის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელიც მოლდოვის დედაქალაქში ევროპის საბჭოს ეგიდით იმართება რუსთავიორის გადამღებმა ჯგუფმა ყველა საჭირო აპლიკაცია შეავსო და მოთხოვნილი ინფორმაციაც სრულად მიუთითა. ამის მიუხედავად მასპინძელმა ქვეყანამ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აკრედიტაციაზე უარი გვითხრა. ეს მაშინ, როცა რუსთავიორს მოლდოვაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება, მათ შორის გასულ წელს საპარლამენტო არჩევნები აქვს გაშუქებული. რადომ არ მიეცა რუსთავიორს მინისტერიალის გაშუქების შესაძლებლობა დამატებითი შეკითხვებით როგორც მოლდოვის საგარეო უწყებას ასევე ევროპის საბჭოსაც მივმართეთ თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია წერილობით მივმართეთ და ფაქტის კომპეტენციის ფარგლებში შეფასება ვთხოვეთ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს კომისარსაც ვიდრე სხვები დუმილის რეჟიმში არიან ოფიციალური თბილისი ფაქტს მურიგ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებს არ იყო ეს მოულოდნელი იმიტომ რომ საზოგადოებამაც კარგად იცის რა მდგომარეობა მედია გარემოს თვალსაზრისით მოლდოვაში პრაქტიკულად აღარ დარჩა დამოუკიდებელი მედია დღეს მოლდოვაში მედია სივრცე არის მაქსიმალურად ჩაკეტილი და დასულია ერთ-ორ არხამდე რომელიც ფაქტობრივად პირდაპირ აწარმოებს სამთავრობო პროპაგანდას ეს ერთი მეორე მხრივ ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევისა რასაც საზოგადოება უკვე რამდენიმე თვეა ხედავს თუ როგორც ცდილობენ არაფორმალური გავლენები თავიანთი საცეცები სადაც მიუწვდებათ სადაც ამის შესაძლებლობა აქვთ რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ალტერნატიული ხმა. გადაწყვეტილების გაკრიტიკება ტრადიციულად უჭირთ ხელისუფლების ოპონენტებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლდოვის ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. თქვის შიდა საქმეებში ჩარევას ემიჯნებით ხოლმე, ხო, ასე ვთქვათ და ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ინტერესი იყო მოლდოვაზე და დაასაბუთეს, რომ არსებობს კონკრეტული გამოწვევა, რაც ამ ტელეარხებს უკავშირდებოდა და ამის გამო არ მოხდა მათი გადამღების ჯგუფების შემოშება. როდესაც ქვეყანაში დემოკრატია არის, მათაც აქვთ ასევე ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების უფლება ისეთ ტელევიზიებთან დაკავშირებით, რომელიც ახალისებენ პროპაგანდას. დემოკრატიის სტანდარტების უგულებელყოფა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობა ასე აფასებენ მმართველ გუნდში მოლდოვის გადაწყვეტილებას. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ მედიებზე თავდასხმის კამპანია გრძელდება, მაშინ როცა მოლდოვა საქართველოს დემოკრატიის ხარისხს უწუნებს, დემოკრატიის კრიზისს ქართული ოცნების თქმით კანდიდატი ქვეყანა თავად განიცდის. მოლდოვა ეს არის ქვეყანა, რომელსაც დაახლოებით 12-მდე ადგილობრივი მედია საშუალება აქვს დასანქცირებული, დახურული. ეს არის რომელიც თავის ოპონენტებს ყველანაირი ახსნა განმარტების კონსტიტუციური დასაბუთების გარეშე აუქმებს პოლიტიკურ პარტიებს და ის გამოირჩევა განსაკუთრებით ანტიდემოკრატიული მოქმედებებით. ამიტომ, როდესაც მოლდოვა იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ეს არ ეხება იმ მედია საშუალებებს, რომელთა მიმართაც ეს გადაწყვეტილება არის მიღებული, არამედ ეხება და აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც მოლდოვას მთელი თავისი, ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდის მანძილზე აქტიურად აქვს წარმოდგენილი. ეს ხედავთ, რომ არის ის საქციელი და ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში სამწუხაროდ გარკვეულმა ევრობიუროკრატებმა ჩააგდეს გაერთიანება. გაერთიანება, რომელსაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძირითადი პრინციპი ჰქონდა დემოკრატიულობა, სიტყვის თავისუფლება და ხედავთ, რომ სიტყვის თავისუფლების შირმით ისინი სწორედ სიტყვის თავისუფლებას კრძალავენ, მედიას უშლიან დაშვებას და თან გაუმართლებელი და სრულიად აუხსნელი მეთოდი. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 125 სესია, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს, დღეს გაიხსნა. საერთაშორისო ღონისძიების გაშუქებაზე უარი რუსთავიორის გარდა იმედმა და პოსტივიმაც მიიღეს. ვილობირებს ქართული ტელევიზიების სანქცირებას ევროპარლამენტში და შეესაბამება თუ არა ევროკავშირის ღირებულებებს დამოუკიდებელი ტელევიზიებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვდეს ევროპარლამენტარი, რომელიც ჯაშუშური პროგრამის ჟურნალისტებს უსმენდა, შემდეგ კი ამასალმის მათი დისკრედიტაციისთვის იყენებდა. საუბარია პოლონელ ევროპარლამენტარზე მარიუშ კამიცკიზე, რომლის წარსული დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ გაასაჯაროვა. უფლებამოსილების გადამეტების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულის ინსპირაციისა და
დოკუმენტების გაყალბებისთვის ორჯერ დაპატიმრებული იყო პეგასუსის სკანდალის მთავარი ფიგურანტი, როდესაც პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჯაშუშური პროგრამის საშუალებით ფარულად უსმენდა ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათ შორის ამჟამინდელ პრემიერ დონალდ ტუსკს, მის მეუღლესა და ქალიშვილს. სწორედ მატეუშ კამინსკი ახლა ის ევროპარლამენტარი, რომელმაც სააკაშვილის მეგობარ რასა იუკნევიჩიანეს საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შეატანა, რომელიც ქართული ტელევიზიებისთვის შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. არანაკლებ სკანდალებშია გახვეული მეორე პოლონელი ევროპარლამენტარი მალგოჟეტა გოშევსკაც, რომელიც ასევე ებრძვის ქართულ მედიას. ამჟამად ევროპარლამენტარს საკუთარი ქვეყნის საგადასახადო ინსპექცია სახელმწიფო რესურსების არასათანადო გამოყენებაში ადანაშაულებს. ასევე გოშევსკა იყო ის დეპუტატი, რომლის აპარატის წევრმა სააკაშვილის პალატიდან პატიმრის ბიოლოგიური მასალის ფარულად გადანა სცადა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ევროპარლამენტარებისა, რომლებიც ბრიუსელში თავისუფალი სიტყვის დაცვაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, თავად კი დამოუკიდებელ მედიას ებრძვიან. კიშინევის პარალელურად რატომ გააქტიურდნენ კრიმინალური წარსულის მქონე ევროპარლამენტარები ქართული მედიის წინააღმდეგ თემაზე საუბარს ლუკა ჩანგელია განაგრძობს. დავით, ევროპარლამენტარების ამ ჯგუფის გააქტიურებას თბილისში უკავშირებენ იმას, რომ ისინი ცდილობენ რეალურად მათი პოლიტიკური წარსულისა და აწმყოს დამალვას. რადგანაც, როგორც უკვე შენ ახსენე, ცნობილი არის, რომ მაგალითად მარიუშ კამინსკი და მარგოჟეტა გოშევსკა არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულში არიან მხილებულები, ეჭვმიტანელები და ასევე ბრალდებულები პოლონეთში. ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ საკმაოდ დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა დანაშაულებრივ სქემებში მიუღიათ მათ მონაწილეობა. პარალელურ რეჟიმში ინფორმაციის მოძიება არ ჩვენ არ გაგვჭირვებია, რადგანაც პოლონური მედია საკმაოდ აქტიურად საუბრობდა ამ თემაზე წარსულში და საკმაოდ აქტიურად საუბრობს ამ ყველაფერზე დღესაც. ფაქტია ერთი რა, მაგალითად კამინსკის მედიის მართვის თავისებური სტილი აქვს, მას შეუძლია პეგასუსის ჯაშუშური აპლიკაციის საშუალებით მიაყურადოს სხვადასხვა მაღალჩინოსნებს, შემდგომში ეს მიღებული ინფორმაცია გააყალბოს, მას მიაწებოს ის ნაწილი, რაც მისთვის არის სასურველი, გადაუგზავნოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და აიძულოს ჟურნალისტები ამაზე ისაუბრონ, თითქოს ეს სიმართლეა. საბოლოო ჯამში კი მსგავს ქმედებებს კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის კამინსკის ოპონენტები თვითმკვლელობამდეც კი მიჰყავს. უფრო დეტალურად რა და როგორ იყო თავად მათ ცხოვრებაში და პოლიტიკურ აწმყოში შეგვიძლია ახლა ვიხილოთ რეპორტაჟში, რომელიც იმ კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება, რომელიც როგორც გვეკითხარით, ერთის მხრივ ინტერნეტშია ხელმისაწვდომი, მეორეს მხრივ კი მასზე კონკრეტული მედიები აქტიურად საუბრობენ. საეჭვო რეპუტაციის ევროპარლამენტარები ევროპის სახელით დასაქციელების მუქარით ცდილობენ მედიის დაშინებას და საკუთარი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებას. ასე აღწერს ვასილ მაღლაფერიძე ევრობიუროკრატების მოთხოვნას შეზღუდონ ქართული დამოუკიდებელი მედიები. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით მუქარა და შანტაჟი, რაც ხშირად რეზოლუციებში აისახება, რეალურად საქართველოში გავლენების გაძლიერების მცდელობაა. გავლენების მოპოვებას უკავშირდება ტელეკომპანია იმედისთვის ერთი წლით ევროპარლამენტში მუშაობის აკრძალვა და პოსტივისა და რუსთავიორისთვის შემზღუდავი მექანიზმების ამოქმედების მოთხოვნა. პროცესის სათავეში კი ის პირებით განან, რომელთა რეპუტაციაც მათსავე სამშობლოში კითხვის ნიშნებს ბადებს. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ წარდგენილი ანგარიში მიიღო და სხვა საკითხებთან ერთად მოითხოვა იმედის, რუსთავის და პოსტევის დასაქცირება. და გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა მარიუშ კამინსკიმ და მალგოჟეტა გოშევსკამ ამაზე დამატებით აღნიშნულ დოკუმენტში შესატანის შესწორება დაარეგისტრირეს და საქცილებულთა სიაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი პირების შეყვანაც მოითხოვეს. ამ ფაქტმა რასაკვირველია გაახარა საქართველოში მოქმედი პოლიტაქტივისტები, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმული თითოეული ბრალდება უნდა მოწიწებით მივიღოთ და დავეთანხმოთ და ყველა ბრძანება უყურებთ და შესრულდეს ინტერესი გაჩნდა. ამ განაპირობა, რომ საკუთარ სამშობლოში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული და ეჭვმიტანილი ევროპარლამენტარები ასე დაინტერესდნენ საქართველოსი, კითხვა ჩნდება საქართველოში ევროსტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართაც. ვინ ითხოვს ქართული მედიის დასჯას? ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ მიიღო რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში, რომელშიც მარიუშ კამინსკიმ და მალგოჟეტა გოშევსკამ სპეციალური შესწორება შეიტანეს. ისინი ქართული დამოუკიდებელი მედიების შეზღუდვას ითხოვენ, თუმცა პოლონეთის სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებების მასალებით დგინდება, რომ თავად ინიციატორები არაერთ მძიმე დანაშაულში ფიგურირებენ. ბატონი მარიუშ კამინსკი პოლონეთის სეიმის რამდენიმე მოწვევის წევრია 2006-2009 წლებში. იყო პოლონეთის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი 2015-23 წლებში მისი ხელმძღვანელობით
დაიგეგმა სპეცოპერაცია, რისი მიზანიც იყო იმის დამტკიცება, რომ ლეპერი ქთამის სანაცვლოდ ახდენდა სასოფლო სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ჩავარდა, მარიუშ კამინსკის უწყებამ ლეპერი წარმოადგინა არა როგორც ეჭვმიტანილი, არამედ უკვე მხილებული დამნაშავე. ვარშავა ცენტრის რაიონმა სასამართლო მიწის დაკვეთების საქმის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუგზავნა. პრეზიდენტ ანჟეი დუდამ, რომელიც მისი თანაპარტიელი იყო, ის შეიწყალა. 2017-დან 2022 წლამდე პერიოდში კამინსკის უწყება პეგასუსის მეშვეობით თვალთვალი სულ მცირე 578 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. გამოძიება გრძელდება. პოლონეთის საგადასახადო ადმინისტრაციამ დაასრულა მასშტაბური შემოწმება, რომელმაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 100 მილიარდ ზლოტზე მეტი ღირებულების დარღვევა გამოავლინა. და მათ შორის ერთ-ერთია პოლონეთის სეიმის დეპუტატის, შემდეგ სეიმის მარშლის მოადგილის და ამჟამად ევროპარლამენტის წევრის მალგოჟატა გოშევსკას საქმე, რომელიც პოლონეთში განიხილება არა როგორც ცალკეული შემთხვევა, არამედ როგორც სადეპუტატო რესურსების არასათანადოდ გამოყენების ტიპური მაგალითი. პოლონეთის პროკურატურა მასალების შეგროვებას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს თვეებში ევროპარლამენტს გოშევსკასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართო. მის ღიად აცხადებს და არაერთგზის, რომ მისი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე დაასანქციროს. გოშევსკა აქტიურად იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის ხარდაჭერ კამპანიაში და მოითხოვდა პოლონეთში მის სამკურნალოდ გადაყვანას. მარიუშ კამინსკის, რომელიც პოლონეთის ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდა, ევროპარლამენტმა იმუნიტეტი ერთხელ უკვე მოუხსნა, ახლა კი დღის წესრიგში მეორედ გაუქმება დგას. კამინსკი ორჯერ იყო დაპატიმრებული, მას ბოლოს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა უფლებამოსილების გადამეტების, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულის ინსპირაციისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის მიუსაჯა. მის სახელს უკავშირდება მიწის ნაკვეთების საქმე, ვიცე-პრემიერ ანჯეი ლეპერის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია, რამაც ლეპერის თვითმკვლელობა გამოიწვია. გარდა ამისა, კამინსკი ფიგურირებს პეგასუსის სკანდალში ჯაშუშური პროგრამით ის ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებს უკანონოდ უსმენდა, მოპარულ მასალებს კი დისკრედიტაციისთვის იყენებდა. არანაკლებ სკანდალურია მალგოჟეტა გოშევსკას საქმიანობა. პოლონეთის საგადასახადო ადმინისტრაცია მას სახელმწიფო რესურსების არასათანადო გამოყენებას ედავება. დოკუმენტებით დგინდება, რომ დეპუტატმა საწვავის ხარჯის ასანაზღაურებლად იმდენი თანხა გამოიტანა, თითქოს მანქანით 250.000 კილომეტრი განვლო, რაც იმას უდრის, რომ დედამიწას 6-ჯერ შემოუარა. გოშევსკას სახელს უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის პალატიდან ბიოლოგიური მასალის ფარულად გატანის მცდელობაც, რაშიც მისი უწყების თანამშრომელი მონაწილეობდა. დღეს კი მარგოჟეტა გოშევსკა, რომელსაც პოლონეთში თაღლითობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს იზოლაციასა და მედიის დასჯას ითხოვს. შეკვეთილი სანქციების ანატომია, სადაც კრიმინალურ საქმეებში გახვეული ბიუროკრატების საერთაშორისო ავტორიტეტით საკუთარი პრობლემების გადაფარვას და სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლას ცდილობენ, არაკვირვებთ მმართველ გუნდში. ტელეკომპანია იმედისთვის ევროპარლამენტში მუშაობის შეზღუდვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. უკვე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კი შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა ევრობიუროკრატების მიზნებზე. დამოუკიდებელი მაუწყებლები მაქსიმალურად შეავიწროვონ და ამით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენა მოახდინონ. ჩვენ ნახეთ არაერთი კორუფციული სკანდალი დაწყებული ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერიდან, გაგრძელებული ევროკომისრით მართლმსაჯულების საკითხზე, რომელსაც მე შევხვდი 2021 წელს და მე ეს კაცი მიხსნიდა მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებს და აღმოჩნდა, რომ თავად კორუმპირებული არის და ფულს იღებს ეს ადამიანი და მე მასწავლიდა აქ, რომ საქართველოში რანაირად უნდა იყოს მართლმსაჯულება ჩამოყალიბებული. ამიტომ ასე უჭირავს კორუფცია და ადამიანების მიმართ მადესკრიტირებელი ფაქტები, რომლითაც შემდეგ მართავენ ამ ადამიანებს. როცა დაჭირდებათ, უთხრან, ეხლა თავს უნდა დაესხათ საქართველოს, მერე თავს უნდა დაესხათ ვიღაც სხვას და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის კიდევ ერთხელ მე მგონი დასკვნა გამოტანილია. ხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი. ევროპარლამენტარების დანაშაულებრივ საქმიანობაზე საუბარი არ სურთ ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები საერთოდ არ უკავშირდება იმ ადამიანებს, ვინც იდეებს აინიცირებს. კახარიას პარტიაში კი მათ კრიმინალურ წარსულს გადაცდომებს უწოდებენ. გადაცდომა შეიძლება ყველგან მოხდეს და დემოკრატია იმის დემოკრატიაა, რომ ის ყველა კონკრეტულ გადაცდომას სათანადოდ პასუხობს. არ ვიცი ხა რა ფაქტებზე საუბრობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა გადაწყვეტილება ნამდვილად არ უკავშირდება რაღაც კონკრეტულ ადამიანებს. მიმდინარე პროცესს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა დაფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატების განცხადებით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეშლა და დამოუკიდებელი ტელევიზიებისთვის მუქარი შემცველი რეზოლუციის გავრცელება ნათლად აჩვენებს ბრიუსელის დღევანდელ პოლიტიკას.
უაპელაციოდ დასაჯოს ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და რეალობას ფართო აუდიტორიას აჩვენებს. ევროპარლამენტი, რომელმაც არაერთხელ დაგვემახსოვრა თავისი უსამართლო და უსაფუძვლო რეზოლუციებით, ახლა განსაკუთრებით გამოირჩა ცენზურით, რომლის შესახებაც არაერთხელ საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არაერთი სერიოზული ლიდერი და პოლიტიკოსი, მაგრამ ის, რასაც საქართველოს წინაშე კადრულობენ და ამ შემთხვევაში უკვე ქართული დამოუკიდებელი მედია საშუალებების მიმართ, ეს ცდება ყველანაირ ნორმას, ცდება ყველანაირ სტანდარტს და ფაქტიურად ეს მათ შემთხვევაშიც ანტირეკორდი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა, არა მხოლოდ მედიაზე, ეს არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე და არც ორმაგი სტანდარტია, აქ არის უსტანდარტობაზე საუბარი, როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ დაშვება, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცა ევროპარლამენტი ინსტრუმენტად იმ არასწორი საქციელებისა, იმ ზეგავლენებისა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ევრობიუროკრატები არნგრევენ თვითონ იმ ძირითად პრინციპს, რაც არის ევროგაერთიანება. საქართველოს შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტში სააკაშვილის მხარდამჭერმა რასა იუკნევიჩიანემ დაინიცირა. დამოუკიდებელი ქართული ტელეარხების წინააღმდეგ შემზღუდავი მექანიზმის ამოქმედების ინიციატივით კი ის პირები გამოვიდნენ, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში არაერთი სისხლის სამართლის დანაშაულის გამო პოლიტიკური საქმიანობა ან აკრძალული აქვთ, ან უბრალოდ ხალხის ნდობით აღარ სარგებლობენ. კამპანიას, რომელიც ქართული მედიის დასჯას ემსახურება, გამოეხმაურა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. ვრცელ წერილში ის აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ბოლო დროის განმავლობაში ვხედავთ, რეალურად არის ორკესტრირებული Deep State-ის, ანუ ჩრდილოვანი მმართველობის მხრიდან, რადგანაც დღეს ამ ძალას ევროკავშირში და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არ სურს ისეთი მედია, რომელიც ავრცელებს თავისუფალ ინფორმაციას, რეალურ ფაქტებს და იმ კონკრეტულ მოცემულობას, რომელიც შეიძლება პოლიტიკური გაერთიანების წევრ სახელმწიფოებში იყოს. ზაზა შათირიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ეს ორკესტრირებული კამპანია რეალურად ასევე ემსახურება ქართული ხალხის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რადგანაც ქართული მედია ზუსტად ასახავს იმ პოლიტიკას, რაც დღეს ქართული ხალხისთვის არის მისაღები. ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელება, მორიგი თავდასხმა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც Deep State-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატიის დავალებებს არ ასრულებენ. რეალურად ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება Deep State-ის მიერ. ფაქტია, რომ Deep State-ის მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თავისუფალი მედია სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც ერთის მხრივ მასიურად ატყუებენ ამომრჩეველს, მეორე მხრივ კი თითქოს და ხალხის მიერ არჩეულნი რეალურად არა საკუთარ სახელმწიფოებსა და მოსახლეობას, არამედ Deep State-ის ინტერესებს ემსახურებიან. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ქვეყნების სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოშლა უნდა მოხვეს. ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფო, არც ეროვნება, ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, რათა საზოგადოებისგან მიიღონ მასა, რომელიც Deep State-ის უდიდესი კაპიტალის მქონე პატარა ჯგუფის მორჩილ სამუშაო ძალად ჩამოყალიბდება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით კიდევ უფრო ცხადი ხდება თუ რატომ არის Deep State-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი. იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს. აშკარაა, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიისა და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს. მარიუშ კამინსკი, მარგოჟეტა გოშევსკა და რასა იუკნევიჩიანი ევროპარლამენტარები, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გადაიყვანოს სხვა სახელმწიფოში სამკურნალო წინააღმდეგ შემთხვევაში ის გარდაიცვლებოდა, ახლა ამტკიცებენ, რომ ქართული მედიის ადგილი ევროპარლამენტში არ არის, მაშინ როდესაც ისინი რეალურად ევროკავშირის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მედიებს ამ დრომდე ჩვეულებრივად უშვებენ ევროპულ დედაქალაქში. მადლობა, ლუკა ჩანგელია საუბრობდა საეჭვო წარსულის ევროპარლამენტარებზე, რომლებიც ქართული ტელევიზიების სანქცირებას ითხოვენ. სანამ საეჭვო რეპუტაციის მქონე ევროპარლამენტარები დამოუკიდებელ ქართულ მედიას ებრძვიან და ეჭვქვეშ აყენებენ სასამართლო ხელისუფლების ობიექტურობას, რომლის გადაწყვეტილებები სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა, საქართველოს კვლავ ლიდერ პოზიციაზეა სამართლის უზენაესობით. ამჯერად კანონის უზენაესობა ქვეყანაში საერთაშორისო ანალიტიკურმა პროექტმა Resolio XS-მა შეაფასა და ანგარიშში საქართველოს მონტენეგროსთან ერთად უმაღლესი შესრულების ჯგუფში ჩასვა. ექსპერტებმა აღნიშნეს ისიც, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების შეფასებისას ხელმძღვანელს ისეთი
ინდიკატორებით, როგორებიცაა კორუფციის არარსებობა და კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, რა ნაწილშიც მონტენეგროსა და საქართველოს პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ისევე როგორც სხვა საერთაშორისო კვლევები ეს ანგარიშიც არაფრის მომცემია. ქართული ოცნებისთვის კი ეს დოკუმენტი პასუხია ყველა იმ ცრუ ბრალდებაზე, რომლებსაც მართლ ძალას ქვეყნის შიგნით და მის გარეთ უყენებენ. ასეთი კვლევები არის საუკეთესო პასუხი კიდევ ერთხელ კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, რა თქმა უნდა, პასუხი ყველას მიმართ, მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების გაშავებას და დისკრედიტაციას. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ ანალიტიკური პროექტის შედეგებს გულისხმობს. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის მედეგობის მიმართულებით მაღალი შეფასება აქვს. ეს კვლევა მიუთითებს ეს ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს და საკითხს, რომ ქვეყანა რამდენად და სახელმწიფო ინსტიტუტები რამდენად გამართულად, ეფექტიანად და მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად ფუნქციონირებენ. ანალიტიკური პროექტი Reselio Access ევროკავშირის წევრობის 10 ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგრადობას აფასებს. ანგარიშის მიხედვით საქართველოს მონტენეგროსთან ერთად უმაღლესი შესრულების ჯგუფში მოხვდა. ეს შედეგი 2014 წლიდან დააგროვილმა პოზიტიურმა დინამიკამ, კორუფციის ეფექტურმა კონტროლმა და კანონების აღსრულების მაჩვენებელმა განაპირობა, რითაც საქართველოს ევროკავშირის საშუალო ნიშნულს უახლოვდება. პროექტის შედეგების წინასწარი ანალიზის წარდგენისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ კვლევამ გამოავლინა 4 კლასტერი კანონის უზენაესობის შესაძლებლობების მიმართულებით და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა. დაბალი შესრულება თურქეთი, მეორე კლასტერი უკრაინა და 5 დასავლეთ ბალკანური ქვეყანა, მესამე კლასტერი მოლდოვა, უმაღლესი შესრულება მონტენეგრო და საქართველო. ქვეყნების შეფასებისას ექსპერტებმა იხელმძღვანელეს შემდეგი ინდიკატორით: კორუფციის არარსებობა, კორუფციის კონტროლის უნარი, რეგულაციების აღსრულება, კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, რა ნაწილშიც მონტენეგროსა და საქართველოს პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლებს. გარდა ამისა, შეფასდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტურობა და ეფექტური სამოქალაქო საზოგადოება, რაც გულისხმობს მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის კანონისმიერი დაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას. მსგავსი კვლევები და შედეგები, რომლის მიხედვით საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციურ დონეზე მოწინავე პოზიციას იკავებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით პასუხია ბრიუსელის მხრიდან საქართველოსადმი არასამართლიან დამოკიდებულებაზე. შალვა პაპაშვილი განმარტავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მხოლოდ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ხედავთ, რომ ბრიუსელს ასეთი რამე არ აინტერესებს. კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები აღარ არის ბრიუსელის ინტერესი. ესაა ჩვეულებრივი ცივად გაცვლილი პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი. არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვს, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. მართველი გუნდის ოპონენტები ტრადიციულად სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევების მსგავსად არც ამ შედეგებს აღიარებენ. საბოლოო ჯამში ეს კვლევები არ აისახება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე და არ წარმოადგენს მშრალ სტატისტიკას. ალბათ манипуляციურს, იმიტომ რომ ესეთი მდგომარეობა ქვეყანაში ნამდვილად არ არის. ჩვენ ხო აქ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ჩვენ სხვა ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და ყოველდღიურად ვხედავთ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. კრიზისი არის, უბრალოდ სოციალური კრიზისი არის. ქვეყანაში ისეთი, როგორიც არ ყოფილა ალბათ 90-იანების შემდეგ. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ოპონენტებს ურჩევენ კვლევის შედეგებს კარგად გაიცნონ. კვლევით განსაზღვრული ერთგვარი მონიტორის სისტემა სამართლის უზენაესობის ხოვლისმომცველ შეფასებას ახდენს. ის ავლენს ინსტიტუციური სტაბილურობის პრინციპებს და ავლენს სისტემის რეაგირების უნარს სხვადასხვა გამოწვევაზე. მართულ გუნდში აღნიშნავენ, რომ ობიექტური შეფასების მოდელი ყოველთვის წარმოაჩენს საქართველოს სწორი განვითარების კურსს. როდესაც საქმეში არ არის ჩართული ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, და როდესაც საქმე ერგება 13-ევრო კვლევას, სადაც არანაირი სუბიექტურობის ნიშანსკანო რაჩას, ასეთ კვლევებში საქართველოს ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს კანდიდატ ქვეყნებს შორის. როდესაც კვლევები ან ასთა გამოთქმა მიმდინარეობს რეალობაზე დაყრდნობით, როდესაც რაღაცა გამოგონილ თემებზე კი არ საუბრობენ და აქმებზე კი არ საუბრობენ, რამე ფაქტებს იკვლევენ, ყოველთვის ლიდერები ვართ. კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს მაღალი რეიტინგი განპირობებულია კარგი საწყისი პოზიციით 2014-24 წლების მონაცემებში და სისტემის მოქნილობით უარყოფითი ეფექტების თავიდან ასარიდებლად.
15 დასახელების სოციალური პროდუქტი, რომლებზეც უკვე რამდენიმე დღეა სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს და ყველა ქსელურ მარკეტშია განთავსებული. მაღალ ფასებთან ბრძოლის ეფექტური გზა სამთვიანი მუშაობის შედეგად საპარლამენტო კომისიამ იპოვა და ქართული ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებს მოსახლეობისთვის პროდუქტზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ეგრეთ წოდებული ბერძნული მოდელი შესთავაზა, რომელიც მათ გაითვალისწინეს და მარკეტებში დანერგეს. ბიზნესზე ზეწოლის გარეშე ერთმანეთთან კონკურენციაში შესვლა საბოლოო ჯამში კი მომხმარებელი დაბალფასიან სოციალურ პროდუქტს იღებს. ქსელურ მარკეტებში უკვე ფუნქციონირებს სპეციალური სტენდები, სადაც ფასდაკლებული პროდუქციაა განთავსებული. საუბარია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია ნებისმიერი ოჯახისთვის. ლარით იქნება ფასდაკლება თუ 2 ლარით, ანუ საკმაოდ ხარისხიანი პროდუქტებია და შესაბამისად ფასდაკლებაც საზოგადოებაც იმოქმედებს დადებითად. ქვეყნის ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში უკვე მეორე დღეა სპეციალური სტენდებია განთავსებული. აგროჰაბი, კარფური, სპარი, მაგნიტი, კალათა, უნივერსამი, ზღაპარი, გუდვილი და ლიბრე. მომხმარებლებს ეგრეთ წოდებული სოციალური კალათის ფარგლებში 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლიათ. მოქალაქეები პროდუქტს 30-დან 50%-მდე ფასდაკლებით ყიდულობენ. ძალიან კარგია, მივესალმები, დადებითად შევაფასებ და ძალიან კარგია, რომ ასეთი რაღაცა ასეთ დიდ მაღაზიებშიც, ქსელურ მაღაზიებშიც ხდება. დადებითად იმოქმედებს და ძალიან კარგი გადაწყვეტილება აქვს ორგანიზაციას. რაც მეტი ფასდაკლება იქნება, მეტი კლიენტის ეყოლებათ და დადებითად იმოქმედებს აუცილებლად. ინიციატივაში, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და შეღავათიანი ფასების დაწესებას ითვალისწინებს, ყველა მსხვილი ქსელური კომპანია ჩაერთო. ფასდაკლებული პროდუქტის მარტივად მოსაძებნად სავაჭრო ქსელები სპეციალურ მაჩვენებლებს იყენებენ. სამომხმარებლო ფასდაკლებულ კალათაში წარმოდგენილია პირველადი მოხმარების ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ფქვილი, ზეთი, ქათამი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ბურღულეული და ტკბილეული. იმისთვის რომ მომხმარებელმა ეს პროდუქტები უფრო მარტივად მოიძიოს ჩვენს ქსელში, პროდუქტის გასწვრივ მითითებული იქნება წითელი მაჩვენებელი, რომელზეც არის მითითება ტოპ ფასი. ვფიქრობთ, რომ ეს მომხმარებლის გაცილებით უფრო გაამარტივებს ნავიგაციას ჩვენს ქსელში. სამომავლოდაც ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვა ინიციატივების პროექტებს შევიმუშავებთ. აღნიშნული აქცია იქნება მუდმივი, უბრალოდ შეიძლება რა თქმა უნდა პროდუქტები ტარიფების კომპლექსურ შესწავლაზე, ბაზრის ანალიზსა და დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე აკეთებს აქცენტს კომისიის თავმჯდომარე. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სოციალური კალათის მოდელი მოსახლეობას დამატებით შესაძლებლობას მისცემს პროდუქტი კიდევ უფრო დაბალ ფასად შეიძინოს. ჩვენ მივესალმებით ქსელების ინიციატივას, რომ აღნიშნული რეკომენდაციის ფარგლებში შექმნეს ეგრეთ წოდებული საოჯახო კალათა, რომელშიც 15-მდე საბაზისო პროდუქტი შედის და გამოთქვეს სურვილი, რომ აღნიშნულ პროდუქტებზე ყოველდღიურად იქნება საუკეთესო ფასები და იქ შემთხვევაში ქსელების ინფორმაციით აღნიშნული ფასების შემცირება მოხდება 20-დან 40%-მდე. მიმაჩნია, რომ პირველ ეტაპზე ეს მნიშვნელოვანი შედეგია, რადგან აღნიშნული 15 პროდუქტი არის საბაზისო პროდუქტები, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობა მას მუდმივად იყენებს. საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებსა და ფასწარმოქმნის ჯაჭვზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ჩალვა პაპუაშვილი აცხადებს, ყველა დიდმა ქსელმა თქვა, რომ კონკრეტული პროდუქტები მუდმივად დაბალ ფასებში იქნება წარმოდგენილი. ამ კომისიამ შეძლო ის, რომ საჯარო განხილვით, ყველას მონაწილეობით და ყველას თანდასწრებით დღეს თქვენს, მეც და სულ ყველამ უკვე ვიცით დაზუსტებით. რა არის ის ჯაჭვი, რომელიც ფასწარმოქმნის ჯაჭვი ქვია, რა ფაქტორებს აქვს გავლენა, რატომ არის რაღაცის ფასი, X ფასი და სწორედ ამ ანალიზის შედეგად ვიცით ზუსტად რა ფაქტორები მოქმედებს ფასზე. ნახეთ, რომ ყველა დიდმა ქსელმა და რაც არის საერთოდ ჯამში პროდუქტების ვაჭრობის უმეტესი ნაწილი თქვა, რომ გამოყვეს სია კონკრეტული პროდუქტებისა, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში და არა აქციის სახის, რომელიც თქვა კვირაში შეიძლება ერთი დღე ყოფილიყო რაღაც პროდუქტზე ფასდაკლება და მეორე დღე არ ყოფილიყო. არამედ კონკრეტული ჩამონათვალი სახეობის, ასე თქვა, პროდუქტების, რომელზეც მუდმივად ყოველდღე მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რო შევა, იმ პროდუქტზე იქნება ყველაზე დაბალი ფასი რომელიმე წარმოებლის, ასე თქვა და ასე რომ აქაც კონკურენცია იქნება უკვე ქსელებს შორის, რომ აი ამ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი.
ქსელური მარკეტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი მომავალშიც გააგრძელებენ მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე მუშაობას. ასევე აცხადებენ, რომ სხვადასხვა სოციალური პროექტი და საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივები ერთჯერადი არ იქნება და მათი განხორციელება მუდმივად გაგრძელდება. ეგრეთ წოდებული მარიოტის ოპოზიციის პასუხი რუსთავის ციხის პატიმარს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ალიანსის კრიტიკით ნაციონალურ მოძრაობაში არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს იმასაც, რომ რეალურად ნაციონალების ლიდერი საკუთარი პარტიით და უკმაყოფილო რის გამო ცხვებს ერჩის. სააკაშვილი კი არ ჩერდება ნაციონალების ლიდერმა ამჯერად რევოლუციის მომზადების ხედვა წარმოადგინა და ოპოზიციისგან სტრატეგიული ხედვა მოითხოვა, რასაც მისი პარტია ეთანხმება, კი კრიტიკასაც არ იღებენ და მე რამდენად უმეორებენ სააკაშვილს, რომ ის თავისი განცხადებებით მხოლოდ ერთობას აზიანებს. სადამდე მიიყვანს ოპოზიციურ ალიანსს გავლენებისთვის ბრძოლა, ეს 2 წელიწადში არჩევნებზე გამოჩნდება, თუმცა უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ არათუ 2 წელი ოპოზიციურმა ცხრიანმა ერთად 2 თვეც კი ვერ გაძლო. ერიდება თუ ეშინია ყოფილი ნაციონალები ყოფილი ლიდერის თავდასხმებს ამჯერად მის სისუსტეზე მითითებით პასუხობენ. ზურაბ გირჩი-ჯაფარიძემ ერთ-ერთი ტელეეთერი მხოლოდ იმისთვის გამოიყენა, რომ სტატუსების ომის შემოქმედი სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ ოპოზიციურ ალიანსზე იერიშებით რეალურად მისი პარტიის პრობლემების გადაფარვას ცდილობს. პრეზიდენტ სააკაშვილი უკმაყოფილო არის სინამდვილეში საკუთარი პარტიის რაღაცა აქტიურობით, თაცა მაინც და მაინც პირდაპირ გამოდის საკუთარ პარტიაზე პირდაპირ დაიწყოს ლაპარაკი, რავი გონია რომ ფიქრობს რომ შეიძლება ვიღაცებს აწყენინოს. ამიტომ რაღაც ალიანსი მიეცა ისეთი რაღაცა, რომ აი ზოგადად ოპოზიციაზე თუ ვილაპარაკებ, იგივე სისითქმაც მინდა ჩემ პარტიაზე, რაღაცა ნაკლებად ეწყინებათ ვიღაცებს. თავად გირჩი-ჯაფარიძესაც ეწყინა ყოფილი ლიდერი სააკაშვილისგან ეგრეთ წოდებული მარიოტის ოპოზიციის სიაში გადაწერა, რომელიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტისთვის ვერც პოლიტიკას აკეთებს საქართველოში და ვერც ადეკვატური ქმედებებით პასუხობს რეალობას. არაერთ გზის გასამართლებული პატიმარი ამაყად იმასაც კი ამბობს, რომ მისთვის უკვე სიტყვა ოპოზიციაც არარელევანტურია, რადგან თავად ოპოზიციური პარტიები არიან მოყელყელავე ნაყიდი ეთერებით. ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიებისა და სინამდვილეში Facebook კუტოკების ნაცვლად საჭიროა დეცენტრალიზებული, ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა. პოლიტიკა კეთდება არა ნაყიდი ეთერებით, არა ძვირფასი მანქანებით, დაცვის თანხლებით, მოსიარულე ლიდერების მიერ, არა მარიოტის ოპოზიციის მიერ, არამედ ვინც ნაკლებად უყურებს საერთაშორისო მდგომარეობას, რომელთაც უყვართ თავისი ქვეყანა, სურთ მისი გადარჩენა და ამისთვის რუბიოს ნებართვას არ ელოდებიან და ევროპა თუ გვიშველის პრინციპით არ მოქმედებენ. ვინ რა პრინციპით მოქმედებს ოპოზიციურ ფლანგზე ნაციონალურ მოძრაობას უკვე დიდი ხანია აღარ აინტერესებს. სამაგიეროდ დიდი ინტერესით ეკიდებიან ციხიდან ლიდერის დირექტივებს, მათ შორის კრიტიკას ოპოზიციის მისამართით, რომლის ადრესატიც ნაციონალების მტკიცებით ნაციონალები არასდროს არიან. მიხეილ სააკაშვილი გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის სტატუსი ადვილად იკითხება ხოლმე, ეს არ გულისხმობს ხოლმე მხოლოდ ეს პოლიტიკურ ძალას, არ თავის-თავზე რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თუ აღიქვა ზოგადად არ ვიცი, მაგრამ ის საბოლოო ჯამში გულისხმობს თელ ოპოზიციას. რაც შეეხება ამ პრობლემას, ჩვენ უფრო მეტად სახალხო უნდა ყოფილიყავით. სახალხო ერთ სააკაშვილის პარტია ალიანსის სხვა წევრებისთვის, სადაც უკვე 2 თვეა 2 ყურის პრინციპით მოქმედებენ. ისმენენ და საკუთარ თავზე არ იხებენ. თუმცა არასდროს ავიწყდებათ პატიმრის გაფრთხილება, რომ ყოფილ ნაციონალებზე თავდასხმებით ყოფილი და მოქმედი ნაციონალების ერთობას აზიანებს. ნამდვილად არ მივიჩნევთ, რომ ამ შემთხვევაში დღეს ოპოზიცია, მით უმეტეს ოპოზიციის ალიანსი სადღაც არის ჩაკეტილი. როცა საჭიროა მარიოტში იქნება შეხვედრა და თუ რომელიმე პარტია და ამას გავემეორებ, მიიჩნევს, რომ უნდა იყოს ოპოზიციური ალიანსის წევრი, საზღვრები უნდა დაიცვას. ყოფილი და მოქმედი ნაციონალების პოლიტიკური გაერთიანება მორიგის სანახაობა დაპირისპირება კი შიდა პარტიული ბრძოლაა სახელისუფლებო გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ უცხოური ფინანსებით შექმნილი ხელოვნური ერთობა უკვე დიდი ხანია დაშლილია. ეს გაერთიანება არ ეფუძნება მოქალაქეების ინტერესებს. და სწორედ ამიტომ არის ეს რაღაც სანახაობა, მე რამდენი სერიალი უკვე აი ამ დაპირისპირების ძალაუფლებისთვის, კამებისთვის ბრძოლა. ამ ყველაფრის დასასრული არის, რაც იყო აქამდე, საბოლოო ჯამში ისევე დაიშლებიან, როგორც შეკოწიწნენ, თუ უკვე არ არიან დაშლილები. მიუხედავად იმისა, რომ მათმა პატრონებმა უბრძანეს, რომ ერთად ყოფილიყვნენ, იმდენად ურთიერთგამომრიცხავი ადამიანები არიან და იმდენად შიდა კონკურენციას გრძნობენ ერთმანეთისადმი, რომ ყველას უნდა რომ პირველ ოპოზიციონერად წარმოჩნდეს. აი ესეთ პროზაულ ამბავთან აგვაქვს საქმე, არ გეგონოთ რომ რაღაც მაღალ მატერიებზე საუბრობენ.
არც მაღალ მატერიებზე და არც ელემენტარულ საკითხებზე საუბრობენ სრული შემადგენლობით. დღეს ყოფილი და მოქმედი ნაციონალების მორიგი დახურული შეხვედრა გაიმართა, თუმცა ისევ ერთობაში, მხოლოდ დოკუმენტზე დარჩენილი სააკაშვილის პარტიის გარეშე. საქართველოს პარლამენტის წევრების იტალიაში ვიზიტი გრძელდება. ნიკოლოზ სამხარაძე და თორნიკე ჭეიშვილი სენატის თავდაცვისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ. ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, უსაფრთხოება, საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის როლი დაკავშირებადობის პროექტში. მხარებმა ამ თემებზე გაამახვილეს ყურადღება ქართველმა დეპუტატებმა. დღესვე მონაწილეობა მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა. კონფერენციის მთავარი თემა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს დაეთმო. უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და საქართველოს მნიშვნელოვან როლს, სატრანზიტო როლს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას. ამ მხრივ იტალიის ინტერესი არის განსაკუთრებული და ასევე დღის მეორე ნახევარში ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ იტალიის პარლამენტში გამართულ კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულს და კერძოდ ნარკოტიკებთან ბრძოლას ეხება. ამ მხრივ საქართველოს ბოლო დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს და ჩვენს კოლეგებს ამ წარმატებების შესახებ პასუხობთ. ჩვენთვის უაღრესად საინტერესოა ერთი მხრივ გავეცნოთ იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და მეორე მხრივ ჩვენს კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ხელშესახები პროგრესის და შედეგების შესახებ, რომელიც საქართველოში ფიქსირდება ნარკოტიკებთან ბრძოლის თვალსაზრისით და რასაკვირველია ამ თვალსაზრისით ჩვენ უნდა გამოვყოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ძალიან ეფექტიანი კოორდინირებული მუშაობა. თბილისში პარტია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა. დელეგატებმა ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი აირჩიეს. დაკომპლექტდა რეგიონალური გამგეობების ღონისძიებაზე ასევე იმსჯელეს სამამულო გეგმებზე. დღეს მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებიდან 4 წელი შესრულდა. დღეს ჩემთან ერთად გასულიყო წლის თავი რომ მესამე ამირჩიეს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ჩვენ გამგეობაშიც გვაქვს განახლება, რიგი წევრები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, მინდა მათ წარმატება უსურვა. ჩვენი გამგეობა შედგება როგორც დეპუტატი ქალებისგან, ასევე მინისტრი, რეგიონული წარმომადგენლები, ყავს წარმომადგენლობა, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალს წარმოადგენს, ასევე თბილისის საკრებულოს. ეს არის საკმაოდ მასშტაბური ქალთა გაერთიანება. დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ შევაჯამეთ გასული 2 წელი, რადგან ჩვენი რეგლამენტის მიხედვით სწორედ ჩვენი საქმიანობის ანგარიშის ჩაბარებაც უნდა მომხდარიყო და ამავდროულად განახლდა და თავიდან იქნა არჩეული გამგეობა და ორგანიზაციის თავმჯდომარე. განსაკუთრებით აქცენტი გავაკეთეთ ქალთა გაძლიერებაზე, ქონდა ახალი ხედვები, რომელსაც უკვე მომავალში განვახორციელებთ, ქალთა გაძლიერება, პოლიტიკაში ჩართვა, მათი საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაზეც როგორც ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში ორგანიზაციის სახელით ჩვენ ყველანი ერთად აქტიურად მუშაობთ. ახლა კი 5 წლიან ომში მყოფ ქვეყანაზე, რომელიც დასავლური შეერაღების საყიდლად მილიარდობით ევროს კრედიტებს იღებს, მისი ჩინოვნიკები კი იპარავენ. საუბარია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს გარემოცვასა და მისი ოფისის ყოფილ ხელმძღვანელზე ანდრეი ერმაკზე, რომელსაც დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ერმაკს ანტიკორუფციული პროკურატურა 10 მილიონი დოლარის გათეთრებას ედავება. მისი სახელი და გვარი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც, მათ შორის პროკურატურას აქვს ეჭვი, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში ერმაკი დიდი ფულის სანაცვლოდ კონკრეტულ პირებს სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზეც ნიშნავდა. ანდრეი ერმაკს ჯერ კიდევ აქვს საშუალება ციხესთავი დააღწიოს, ამისთვის მან 3 მილიონ დოლარზე მეტი გირავა უნდა გადაიხადოს. ერმაკთან ერთად კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებულია ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვიც. დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად თანხის გათეთრება, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება და კორუფციული სქემების მფარველობა. ანტიკორუფციული ორგანოების არგუმენტები დღეს მოსამართლემ გაიზიარა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი პატიმრობაში გაუშვა. პირი ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრული ტექსტის მომზადება დროს მოითხოვს, სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილების შედგენით და გამოცხადებით.
სასამართლოს დარბაზში ბრალდების მხარემ დანაშაულის ის გარემოებები დაასახელა, რაც მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი გახდა. გაირკვა, რომ ანდრეი ერმაკი 4 დიპლომატიურ პასპორტს ფლობს და ხელისუფლების გავლენიან პირებთან მჭიდრო კავშირები აქვს. სწორედ ამიტომ პროკურორის განმარტებით არსებობს მიმალვის საფრთხეც და მოწმეებზე ზეწოლის რისკიც. საუბარია 16,880,000 გრივნაზე, რომლის ლეგალიზებაც თავდაპირველად ფასიანი ქაღალდებით, საინვესტიციო სერტიფიკატებით, ჩატარებული ფინანსური მაქინაციებით მოხდა. ყველაფერი ისე გაფორმდა, თითქოს ეს კანონიერი საინვესტიციო მოგება იყო. ამ ეტაპზე ერმაკის საპატიმროში არ გადაუყვანიათ, გირაოს გადახდის შესაძლებლობა დაუტოვეს. კანონის თანახმად მას 5 დღიანი ვადა მიეცა გირაოს შესატანად ან სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასასაჩივრებლად. მიმაჩნია, რომ ყველაფერი რაც ამ პროცესის გარშემო ხდებოდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე აბსოლუტური ზეწოლის შედეგია. მე ასეთი თანხა არ მაქვს და არც ამისთვის ვემზადებოდი, თუმცა საკმარისად მყავს მეგობრები და ნაცნობები, რომელთა დახმარების იმედიც მაქვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თანამდებობა გასული წლის ნოემბერში კორუფციული სკანდალის ფონზე დატოვა. გადადგომამდე მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები და ჩხრეკა ჩატარდა. საქმე ენერგეტიკის სექტორიდან მილიონობით დოლარის მითვისების ფაქტებს ეხება. კორუფციულ სკანდალში ერმაკთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ. უკრაინაში კორუფციის წარმოუდგენელი მასშტაბები მის მხარდამჭერ ლატვიაში კი, რომელიც კიევს მუდმივად აკეთებს საომარი მოქმედებებისკენ, რათა თავად რუსული საფრთხისგან დაცული იყოს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ოფიციალური რიგა მთავრობის გარეშე დარჩენილი თანამდებობა დატოვა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა სალიანიამ, რომლის განცხადებით ქვეყანაში ვიწრო პარტიული ინტერესების გამო პოლიტიკოსებმა სამთავრობო კრიზისი შექმნეს. ყველაფერი კი 7 მაისს ლატვიის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების შეფრენით დაიწყო, რასაც 3 დღეში თავდაცვის მინისტრის გადადგომა მოყვა. ლატვიელები დარწმუნდნენ, რომ ქვეყანა, რომელიც ხვებს მათ შორის საქართველოს მუდმივად აკეთებს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლაზე, თავად აბსოლუტურად დაუცველია. მთავრობის გარეშე დარჩენილ ლატვიაში ახლა ყველაფერი პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩზეა დამოკიდებული, რომელმაც ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ხვალ პარლამენტში კონსულტაციები უნდა გამართოს. ახალი ერთიანობის, პროგრესულების, მწვანეთა და ფერმერთა კავშირის მთავრობამ ვერც უსაფრთხოების გამოწვევას და ვერც კორუფციულ სკანდალს უპასუხა. შედეგად პრემიერი გადადგა, მინისტრთა კაბინეტი დაიშალა, დაირღვა სამთავრობო კოალიცია. შექმნილ ვითარებას ქვეყნის პირველმა პირმა გადადგომით უპასუხა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად პარტნიორებს გადააბარა. პოლიტიკურმა შურმა და ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა გადაწონა პასუხისმგებლობა. ეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ძლიერი და პროფესიონალი კანდიდატის წარდგენისას გამოიკვეთა. პოლიტიკურმა აქტორებმა გამოსავლის ნაცვლად სამთავრობო კრიზისი აირჩიეს. ამიტომ ვაცხადებ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადავდგები. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა შექმნილ ვითარებაში სამართლიანია. პოლიტიკური კრიზისის მთავარი მიზეზი ლატვიის საჰაერო სივრცეში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენა გახდა. ერთი კვირის წინ ერთ-ერთი დრონი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. პრემიერმა მომხდარზე პასუხისმგებლობა კოალიციურ პარტნიორს, თავდაცვის მინისტრს, პარტია პროგრესულების წარმომადგენელს დააკისრა და ის თანამდებობიდან გადააყენა. Შემთთვის გაუგებარია თუ რატომ დასჭირდა პრემიერ-მინისტრს ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ამან შექმნილი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და დაბნეულობა შემოიტანა. როგორც პოლიტიკურად, ისე კრიზისის მართვის თვალსაზრისით. პარტია პროგრესულებს ფაქტობრივად ჩამოართვეს კონკრეტულ სფეროზე პასუხისმგებლობა. ჩვენი კოალიციური პარტნიორებიც კი, რომლებსაც პოლიტიკაში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვთ, აღნიშნავენ, რომ მსგავსი პრეცედენტი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ახსოვთ. თავდაცვის მინისტრის პოსტზე პროგრესულების კანდიდატის ჩანაცვლება ახალი ერთიანობის პრემიერმა საკუთარი პრეტენდენტით, პოლკოვნიკ რაივის მელნისით სცადა, თუმცა მის ინიციატივას არც პროგრესულები და არც კოალიციის კიდევ ერთი წევრი მწვანეებისა და ფერმერების კავშირი არ დაეთანხმა. პრემიერ-მინისტრი არ დაელოდა პარლამენტში უნდობლობის გამოცხადების პროცედურას და გადადგომის შესახებ თავად განაცხადა. მიმაჩნია, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ლატვიამ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოაყალიბოს ახალი, ქმედით უნარიანი მთავრობა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე იზრუნებს. მიმაჩნია, რომ მისი გადმოსახედიდან დღეს ერთადერთი გონივრული ნაბიჯი ღირსეული გადადგომა იყო, ისე რომ არ დალოდებოდა იმ საკითხის განხილვას, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. სრულიად ნათელი გახდა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ოფიციალურად განაცხადეს სილინიას მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ აქვს.
კოალიციის კოლაფსის კიდევ ერთი მიზეზი მთავრობაში მიმდინარე კორუფციული სკანდალია. ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრს და სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელს გამოძიება ხეტყის სფეროდან კორუფციული სარგებელის მიღებასა და ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენებას ედავება. დღესვე ლატვიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამთავრობო კრიზისის ფონზე ძალოვანებმა ორივე მაღალჩინოსანი დააკავეს. როგორც იცით, გენერალურ პროკურატურას თავად მივმართ, რათა დადგინდეს კონკრეტულ საჯარო მოხელეთა ბრალეულობა. ასე რომ დღეს დილიდან პროკურორებთან ერთად მუშაობდი კორუფციასთან ბრძოლის ბიუროში კი ჩემი ნებით გამოვცხადდი. ჩვენება ჩემსავე სარჩელზე მივეცი ინფორმაცია ჩემი დაკავების შესახებ სიცრუე. ცნობილია, რომ ლატვიის საკანონმდებლო ორგანოში არჩევნები 5 თვეში ჩატარდება. ამ დრომდე უცნობია, ვინ ჩაიბარებს ქვეყნის მართვას და ვინ დააკომპლექტებს ახალ მინისტრთა კაბინეტს გარდამავალ პერიოდში. მედიის ინფორმაციით ამ ეტაპზე ორი სცენარი განიხილება: მოქმედი კოალიციის შენარჩუნება ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, ან სრულად ახალი ალიანსის ფორმირება სხვა პოლიტიკური ძალების მონაწილეობით. ქართული კლასიკა ცეცხლოვანი სამბას სამშობლოში გია ყანჩელის, ალექსი მაჭავარიანისა და სხვა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების უკტავი ნაწარმოებების მოგზაურობა რიო-დე-ჟანეიროსა და დედაქალაქ ბრაზილიაში. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტას ისტორიული ვიზიტი ბრაზილიაში ბენეფისით დაასრულა. ადგილობრივი მსმენელისთვის ყანჩელის მსოფლიო მუსიკის კლასიკად აღიარებული ნაწარმოებების შემდეგ ქართველი არტისტების მიერ შესრულებული ბრაზილიური მუსიკა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დარბაზში ტაში რამდენიმე წუთის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ბრაზილიური ტურნე შემდეგ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში გასტროლს არგენტინაში განაგრძობს. ქალაქი, რომელსაც კორკოვადოს მთიდან ქრისტეს ქანდაკება გადმოხურებს. ქვემოთ კი კოპაკაბანას ოქროსფერი სანაპირო იშლება. მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამჯერად ბრაზილიურ რიტმებს ქართული ჰანგებით შეუერთდა. საქართველოს სიმფონიეტამ სამხრეთ ამერიკული ტურნე სწორედ რიო-დე-ჟანეიროდან დაიწყო. გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი, სულხან ძინცაძე და ალექსი მაჭავარიანი. გენიალური ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები რიო-დე-ჟანეიროს ცენტრალურ დარბაზში პირველად გაჟღერდა. თბილი მიღება იყო, ბოლოს მადლობაც გითხრეს ქართულად. მუსიკა ისეთი, რომ ყველა ადამიანს ვერ დატოვებს გულგრილს. ძალიან მაყოფილები ვართ ესეთი თბილი მიღებით, არ ველოდით ნამდვილად. მე მგონი მაგათაც ძალიან მოეწონათ და აწი ეცოდინებათ ჩვენი ორკესტრი საქართველოს ბევრ რამეს გაიგებენ. არ ველოდი, რომ ასეთი საინტერესო საღამო გამოვიდოდა. ძალიან მომეწონა ქართული მუსიკა. დავინტერესდი ამ ქვეყნით და მისი კულტურით. რიოდან დაწყებული მუსიკალური მოგზაურობა ბრაზილიის დედაქალაქში გაგრძელდა. მაესტრო რაფაელ ბაროს კასტროს დირიჟორობით შესრულებულმა ქართულმა და ბრაზილიურმა ნაწარმოებებმა ადგილობრივი მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რამაც ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული დიალოგი უფრო თვალსაჩინო გახადა. The concert this night was remarkable. ეს საღამო იყო გამორჩეული და შთამბეჭდავი. ხალხი საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად მღეროდა. ჩემთვის და აუდიტორიისთვის დიდი პატივი იყო საქართველოს სიმფონიეტას მასპინძლობა. ბრაზილიელმა ხალხმა ისინი დიდი სიყვარულით მიიღო. ეს იყო არაჩვეულებრივი და უვიწყარი საღამო, რომელიც სამუდამოდ დაგვამახსოვრდება. ძალიან მომეწონა ქართული მუსიკა. სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი ვიცოდი მის შესახებ, მაგრამ ნამდვილად მოვიხიბლე. ფიქრობ, ბრაზილიურ და ქართულ მუსიკას შორის ბევრი საერთოა. ორივე ძალიან ოპტიმისტურია. ამ საღამომ მართლაც ძალიან გამაბედნიერა. ორკესტრმა, რომელიც პირველად ეწვია ამ ქვეყანას ქართული კულტურის ღირსეულად წარდგენა და ბრაზილიელი მსმენელის გულის დაპყრობა შეძლო. ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულმა ღონისძიებამ კულტურული კავშირების მნიშვნელობა და ქართული საშემსრულებლო სკოლის უმაღლესი დონე კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამ ტიპის ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას საელჩოებს, რომლებიც აკრედიტებულები ვართ სხვადასხვა ქვეყნებში, განვვნახოთ ის საერთაშორისო ენა, რათა კიდევ უფრო ცნობადი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა, გავამყაროთ ჩვენი კავშირები და რა თქმა უნდა გავზარდოთ ხალხთა შორისი ცნობადობა ისეთ შორეულ ქვეყნებში და ისეთ შორეულ კონტინენტზე, როგორიც ლათინური ამერიკაა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს სიმფონიეტა ბრაზილიის ტურნეს შემდეგ არგენტინის რესპუბლიკაში გაემგზავრება, სადაც მორიგ კონცერტებს გამართავს.
ასეთი იყო დღევანდელი დღე 14 მაისი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერს პაატა გოლიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ განაგრძობს. მე დღეს ამით ვასრულებ მუშაობას და ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.